რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. განსაკუთრებულად მწვავე პრობლემა საქართველოში, გადაუხდელი კრედიტები, სესხები, დაყადაღებული ქონება და პრობლემური იპოთეკა, შეცდომაში შეყვანილი მომხმარებელი, ექსკლუზიური ინტერვიუები, ანალიტიკური ხედვა, გამოსავლის ძიება, რეალური ფაქტები. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა. მოგესალმებით, მე ვარ სოფიო ბეროშვილი, რადიო კომერსანტის ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. დღევანდელი გადაცემა ეძღვნება პრობლემური აქტივების მართვის კომპანიების საქმიანობას. საზოგადოებაში არის გავრცელებული აზრი და მედიაშიც ხშირად ისმის და იწერება ამის შესახებ, რომ მსგავსი კომპანიები ხშირად ატყუებენ მომხმარებელს და ჩემი გადაცემა დაინტერესდა ამ თემით. რამდენად გამართლებულია ის ფაქტი, რომ ბანკები პრობლემური მსესხებლის შესახებ ინფორმაციას მესამე პირს გადასცემენ. შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს მსესხებლის უფლებების დარღვევად. თუ როგორ უნდა იმართებოდეს პრობლემური შესახები, რა რეალობა გვაქვს დღეს საქართველოში და როგორ მუშაობენ მსგავსი კომპანიები, ამ თემის შესახებ დღეს ვისაუბრებთ. ჩემი გადაცემის სტუმრები დღეს იქნებიან ქალბატონი ლია ელიავა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი მარიკა არევაძე, სატელეფონო ჩართვით შემოგვიერთება არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე ბატონი გიორგი კეპულაძე, ხოლო მესამე ბლოკში არსებულ კითხვებს პასუხს გასცემს ბატონი ნოდარ ზარქუა, რომელიც გახლავთ პრობლემური აქტივების მართვის კომპანია ტრიბას იურიდიული სამსახურის უფროსი. დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, სატელეფონო ხაზზე გვყავს უკვე ბატონი გიორგი. გამარჯობათ ბატონო გიორგი. მოგესალმებით, მოგესალმებით კასტომერებს და მშენებლებს. ძალიან დიდი მადლობა რომ მოახერხეთ ჩართვა. მე ვიცი რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვთ და ეგრევე კითხვებით გადმოვალ თქვენთან. პირველ რიგში რამდენად გამართლებულია ის ფაქტი რომ ბანკები პრობლემური მსესხებლის შესახებ ინფორმაციას მესამე პირს გადასცემენ, შეიძლება თუ არა ეს ჩაითვალოს როგორც მსესხებლის უფლებების დარღვევა. მოგხსენებათ ბანკებსა და მომხმარებელს და მსესხებელს შორის ურთიერთობას განსაზღვრავს ის ხელშეკრულება და ის კონტრაქტი, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე. შესაბამისად, თუ ამ პირობებში გაწერილია, რომ მსესხის გაპრობლემების შემთხვევაში ბანკი იტოვებს უფლებას, რომ მესამე პირს გადასცეს ინფორმაცია მსესხებლის შესახებ და თუ ამ ხელშეკრულებაში ეს ყველაფერი არის ჩადებული, მაშინ ვფიქრობ, რომ მსესხებელმა თავიდანვე უნდა გაითვალისწინოს ის, რომ თუ ის ვეღარ შეძლებს სესხის დაფორმას, მისი მონაცემები შეიძლება აღმოჩნდეს თქვათ იგივე პრობლემური სესხების კომპანიასთან. თუ არ არის ეს დიახ გისმენთ. თუ ეს არ არის გაწერილი თქვათ ხელშეკრულებაში, რაც ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ რა თქმა უნდა ეს არის აშკარად უფლებების დარღვევა მსესხებლის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბანკები წინასწარ იჭერენ თადარით და ისინი ხელშეკრულებაში დებენ ამ პირობას და ისინი აწერილებენ ხელს მსესხებას იმაზე, რომ შესაძლებელია მათი ინფორმაცია გადაეცეს მესამე პირს. სხვა საქმეა უკვე თუ როგორ მუშაობენ ის კომპანიები, რომლებიც თქვათ პრობლემურ სესხებს მართავენ. ბატონო გიორგი, არსებობს თუ არა საზღვარგარეთ მსგავსი ტიპის კომპანიები და თუ არსებობს როგორ რეგულირდება მათი ურთიერთობა კლიენტებთან? მოკლედ მოგვახსენოთ. რა თქმა უნდა არსებობს საზღვარგარეთ მსგავსი ტიპის კომპანიები, მსგავსი პრაქტიკა არსებობს საზღვარგარეთას, ეს არის კერძო ტიპის კომპანიები, არასაბანკო კომპანიები, მაგალითად იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში და იქაც ისინი რა თქმა უნდა წინა ბანკისგან გამოისხიდიან გარკვეულ სესხს, თქვა პრობლემურ სესხს, შემდეგ ცდილობენ, თუმცა მათი მეთოდიკა რა თქმა უნდა განსხვავებულია ქართული მსგავსი კომპანიებისგან და მათი საქმიანობაც რა თქმა უნდა ძალიან მკაცრად რეგულირდება კანონმდებლობით. შესაბამისად, ჩემი აზრით, ყველაფერს უნდა არეგულირებდეს კანონი და ამ კანონისგან გამომდინარე უკვე აღარ ექნება სხვადასხვა შეფასებ კერძო კომპანიებს იმაზე მეტის უფლება, რასაც მათ კანონი აძლევს. დღეს კი მაშინ როდესაც სესხების ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი, უკვე შეიძლება იყოს გახსნილებს ხელში მსგავს კომპანიებს, რომ ყველანაირი მეთოდით შეძლო თქვათ პრობლემური სესხის დამოღება. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი ჩართვისთვის, კარგად გრძანდებოდეთ. შემდეგი კითხვა მინდა დაუსვა ქალბატონ მარიკა არევაძეს. დღევანდელ საბანკო პრაქტიკაში ბანკები ხშირად მასა და კლიენტ შორის არსებულ ხელშეკრულებას, როგორც უკვე აღნიშნეთ, სხვა კომპანიებს გადასცემენ ხოლმე აღსასრულებლად და უხეშად რო ვთქვათ თანხის ამოსაღებად, რომლებიც პრობლემურ სასხებელს სესხის დაბრუნებას
ხშირად იწერება, რომ აიძულებენ. რამდენად გამართლებულია და კანონიერია ბანკის მიერ სესხების შესახებ ინფორმაციის გადაცემა სხვა კომპანიისთვის და ირღვევა თუ არა ამით მომხმარებლის უფლება. მოგესალმებით პირველ რიგში. მინდა აღვნიშნო, რომ როგორც უკვე ითქვა, ბანკსა და სესხებელს შორის ურთიერთობას არეგულირებს მათ შორისვე გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც გაწერილია დეტალურად ის პირობები და დებულებები, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სესხის პირობების დარღვევის შემთხვევაში. თუ კი ხელშეკრულებაში პირდაპირ არ არის გაწერილი, რომ ბანკს უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ სესხი გაპრობლემდება, მის შესახებ ინფორმაცია გადასცეს, ანუ კლიენტის შესახებ ინფორმაცია გადასცეს სხვა ნებისმიერ მესამე პირს, მაშინ ბანკს ამის უფლება არ აქვს. ეხლა პრაქტიკას რო გადავხედოთ, დღესდღეობით უკვე წამოვიდა ესეთი ხელშეკრულება, სადაც ნამდვილად წერია, რომ გაპრობლემების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია და ამაზე მცესხებელი თანხმობას აცხადებს, რომ თავისი ხელმოწერით უფლებამოსილია გადასცეს სხვა ნებისმიერ მესამე პირს თანხის ამოღების მიზნით, თუმცა თუ გადავხედავთ წინა წლების 4-5 წლის წინანდელ პრაქტიკას, რომელიც სესხებით დღემდე აქტუალურია და აქტიურია, ადრე ესეთი პირობები ხელშეკრულებებში არ ედო. შესაბამისად, თუ კი ხელშეკრულებებში იარსებებს მსგავსი პირობა, მაშინ ბანკის მოქმედება ჯდება კანონის ფარგლებში, მაგრამ თუ კი ასეთი შეთანხმება ბანკსა და კლიენტს შორის არ არის მიღწეული, მაშინ ბანკის არღვევს კლიენტის მომხმარებლის უფლებებს ამ შემთხვევაში. გადაცემაში რეკლამის დროა, ჩვენ ამ თემაზე რეკლამის შემდეგ გავაგზავნებთ საუბარს. რადიო კომერსანტი წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ჩვენ ისევ დავბრუნდით ეთერში გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად. ძალიან აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ეთერს გარეთ რეკლამების დროს ჩვენი დებატები და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება. დასასრული თლიანობაში რომ განვიხილოთ. ქალბატონ ლია ელიავას მინდა შემდეგი კითხვა დავუსვა. ქალბატონო ლია, თქვენი როგორც ექსპერტის შეფასება მაინტერესებს, აქვს თუ არა პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებს და მსგავს ორგანიზაციებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ფუნქციონირების უფლება და თუ აქვს, მაშინ რა უფლებამოსილება აქვთ მათ, როგორ უნდა იმოქმედონ? საქართველოს კანონმდებლობა ამ სფეროში პრაქტიკულად არ არსებობს. პრობლემური აქტივების მართვას საფუძვლად უდევს საქართველოში თითოეულა მუხლი საქართველოს კანონმდებლობის, რომელიც საერთოდ პირდაპირ არ შეეხება პრობლემურ აქტივებს. რასაც ჩვენ ვეძახით პრობლემურ აქტივებს, ამას უცხოეთში უძახიან კოლექტორულ საქმიანობას. ანუ, როდესაც საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ვადაგადაცილებული სესხების ამოღების აუთსორსინგს მიანდობენ ხოლმე რაღაც გარეშე ფირმას. ეს არის მართლაც საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკა მსოფლიოში, მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით არსებობს იმ ქვეყნებში სპეციალიზირებული კანონები, რომლებიც აი ასეთ საქმეს არეგულირებენ. ეს არის აუცილებელი. აი ისევე როგორც კრედიტინფო არის ამოვარდნილი საკანონმდებლო ველიდან, ზუსტად აი ასევე საქმიანობენ ეს კოლექტორული ორგანიზაციები და მე გამიკვირდა ზოგი მათგანი თავს პოზიციონირებას არ უკეთებს როგორც კოლექტორული სააგენტო, არამედ როგორც თავშოთ იურიდიული მომსახურების ფირმა. ესიც უცნაურია და ესიც იმის ბრალი არის, რომ არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება. ეს არის ერთი საკითხი. მეორე საკითხი. საქმე იმაშია, რომ აი ეს კოლექტორული ეგრეთ წოდებული სააგენტოები არიან თუ არა უფლებამოსილნი გააფორმონ ხელშეკრულება მევალესთან. ესიც ამოვარდნილი არის საკანონმდებლო სფეროდან. თუ დაუშვათ მოვალე იხდის თავის ვალებს კომერციულ ბანკში, რას ურიცხავს კომერციული ბანკი? ხომ არ ურიცხავს დამატებით კიდევ მოვალეს იმ პროცენტს, რომელიც მერე უნდა გადაუხადოს ამ კოლექტორულ სააგენტოებს. ანუ ეს ველიც სამართლებრივად არის აბსოლუტურად გამოცარიელებული და სამწუხაროდ არავინ არ არის იმის გამაკონტროლებელი, რეალურად იხდის თუ არა მოვალე იმ თანხას, რაც ხელშეკრულებით მას ევალება, თუ იმაზე მეც და ის მეტი ეხდება მერე აი ესეთ კოლექტორულ სააგენტოებს. მარიკა, თქვენ ძანეთ, რომ თქვენ გაქვთ გამოცდილება შპს ტრიბას მომხმარებელთან ურთიერთობის, მოგვიყევით ეს კონკრეტული кейსი თუ შეიძლება, რაც ქალბატონმა ლიამ აღნიშნა, მსგავსი შემთხვევა იყო ამ შემთხვევაში თუ როგორ მოხდა?
ჩემ შემთხვევაშიც კლიენტი, რომელიც მოვიდა ჩემთან კონსულტაციის მისაღებად და დახმარების აღმოსაჩენად, როგორც მე მოგვიანებით გაირკვა, ქონდა ურთიერთობა სწორედ ტრიბასთან, ანუ ქონდა ვალი, გადაცილებული სესხი, რომელიც გადაეცა შემდგომ ამ ორგანიზაციას. ქალბატონი იხდიდა თანხას ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მიღწეული იყო ამ ტრიბასთან, იხდიდა თანხას, მაგრამ 3-4 თვის მერე აღმოჩნდა, რომ მის ძირ თანხას, რომელიც რეალურად ჰქონდა დასაფარი, არ დაკლებია არც ერთი თეთრი. მოგვიანებით, ამ ქალბატონმა გააფორმა ხელშეკრულება უკვე წერილობითი ფორმით ჩვენი რჩევის საფუძველზე და ამ წუთას ის ახორციელებს უკვე ხელშეკრულებით რეგულირებულ ურთიერთობებს ამ კომპანიასთან. დიახ, ქალბატონო მარიკა და ქალბატონო ლია, თქვენ ორივეს მინდათ ეს კითხვა დაგისვათ. როგორც მოვიძიე ინფორმაცია მე კომპანია ტრიბასთან დაკავშირებით 50% წლის მფლობელი გახლავთ სასჯელო ახსოვების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი დიმიტრი დარბაისელის შემდეგ მოვიძიე ინფორმაცია ბატონი დიმიტრის დეკლარაციის შესახებ და მის დეკლარაციაშიც არის ეს დაფიქსირებული. თქვენ როგორც იურისტი, როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი ბატონი დიმიტრი დარბაისელის სამსახურსა და ამ ბიზნესის ფლობაში? მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოხელეს და თანამდებობის პირს ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება. თუმცა მას არ ეკრძალება კონდეს წილი რომელიმე საწარმოში. აქ პრობლემა ერთი საკითხი, თუ კი ამ ბატონს წილი მინდობის უფლებით აქვს სამართავად გადაცემული სხვა მესამე პირზე, ანუ მინდობილობის საფუძველზე, მაშინ მისი ქმედება არის კანონიერი, იმიტომ რომ მას შეუძლია რომ კონდეს წილი. თუმცა თუ მინდობილობა არ არსებობს, რომლის საფუძველზეც მართვა განკარგვა, ანუ მართლობით სახორციელებს სხვა მესამე პირი, მაშინ პრობლემა გვაქვს უკვე სამართლებრივი, აქაც საკმაოდ სერიოზული. ქალბატონო ლია, თქვენ როგორ ფიქრობთ? ძნელია პროფესიონალ იურისტს შეეკამათ, მე მაინც უფრო ეკონომისტი ვარ და ექსპერტი. მაგრამ ჩემის მოსაზრებით და ჩემი კუთხით განვიხილო ეს საკითხი. როდესაც აქ მოვდიოდი, გადავხედე აი ესეთ კოლექტორულ სააგენტოებს და იქ რატომღაც სასურველ თანამშრომლად და პერსონალად დასახელებული ყავთ სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომლები. აი ძალიან საინტერესო საკითხი არის, რა თუნდა იურიდიულ ფირმას, როგორც თავის თავს ეძახიან, ყოფილი სამართალდამცავი აუცილებლად გითხავ ბატონო და სამ შეკითხვას აუცილებლად დავუსვავ და დარწმუნებული ვარ გვიპასუხებს. ქალბატონო ლია, მე მაინც მინდა უფრო დეტალურად გავეცნოთ საზღვარგარეთის პრაქტიკას. როგორ მუშაობენ იქ მსგავსი პრობლემური აქტივების მართვის კომპანიები? როგორ უდგებიან მომხმარებელს და აქვთ თუ არა მათ ასე ვთქვათ ეთიკის ქარტია, ან რა კანონმდებლობა ურეგულირებს მათ, როგორ უნდა დარეგულირდეს ზოგადად ეს სფერო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა არსებობს ამ ახლად გამოჩენილ კომპანიებთან ბაზარზე და ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა მე ასევე ჩემს მსმენელი, რომ რაღაც პრობლემები შეექმნათ. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? ყველაფერი გვარდება ძალიან მარტივად. საჭირო არის შეიქმნა სპეციალური კანონი, სადაც გაწერილი იქნება აი ესეთი სახის კოლექტორული სააგენტოების საქმიანობა, ყველა მათი მორალურ, ეთიკური და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით. ჩვენ ალბათ უფრო მორალურ, ეთიკური საფუძველი გვაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მოქალაქე არა მარტო ჩივის ამის საკითხზე, არამედ ეშინია კიდევაც აი ესეთი სააგენტოების ფიზიკურადაც. და მე მინდა გითხრათ ესეთი უცნაური რაღაცა, რომ ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი 2011 წლის ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს რაღაცა განჩინებასავით იყო დროებით გადაწყვეტილება, სადაც დიახ, ბატონი ნოტარი, ხო, მათი ფირმა ტრიბა, ხო, იყო TBC ბანკის წარმომადგენელი და მათ სასამართლოს წარუდგინეს საბუთები და ამ საბუთების ჩამონათვალში იყო მოპასუხის პირადობის მოწმობა. დიახ. თვალებს არ დაუჯერე, კიდე ერთხელ გადავიკითხე, ასლი არა, პირადობის მოწმობა იყო. უცებ გამიჩნდა აზრი, იგი ჩამოართვეს პირადობის. გაქცეული იყო კაცი კი, მოვალე, დამნაშავე არის, ფული უნდა იხადოს. აი ასეთი სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით ცივილიზებულ ქვეყნებში
აუცილებლად საკოლექტორულ სააგენტოებს უწესდება წესი. მათ არ შეუძლიათ ღამის საათებში შეაწუხონ მოვალე. მათ არ შეუძლიათ ყოველი ინფორმაცია მიაწოდონ. მათ არ შეუძლიათ თავიანთი თავი წარმოაჩინონ სხვად ვიდრე ნამდვილად არიან ან ბანკის წარმომადგენლად ან რაღაც სახელმწიფო. მათ არ შეუძლიათ დაშინება, რო აი თქვენ თუ არ გადაიხდით, თქვენ გელოდებათ ციხე და 1000 უბედურება. ანუ ეს ყველა ნორმა არის გაწერილი კანონმდებლობით. და ამ ნორმის დარღვევისათვის ხო არა გვაქვს ანუ აბსოლუტურად ეს სფერო არ რეგულირდება. ქალბატონო მარიკასთან მინდა შემდეგი კითხვით გადავიდე. მინდა თქვენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ასევე იურისტმა ჩვენს მსმენელს მისცეთ რეკომენდაცია, რომელთა საქმეებიც გადაცემული არის უკვე პრობლემური სასხების განყოფილებას ამ პრობლემური აქტივობის მართვის კომპანიას. როგორ უნდა დაიცვან თავი სასხებლებმა აღნიშნული კომპანიებისგან, რა უფლებები აქვს მომხმარებელს? ჩვენი ინფორმაციით რამდენადაც მე მომწერეს საკმაოდ არაეთიკური იყო და შანტაჟის და დაშინების და ესეთი ტონით მიდიოდა მათთან საუბარი რამდენიმე ადამიანსაც სახლშიც კი ააკითხეს და დაშინების მიზნით რაღაც სურათები გადაუღეს მის საცხოვრებელ ფართს და ასე შემდეგ. აქვთ თუ არა მსგავსი ქმედების უფლება? როგორ უნდა დაიცვას თავი მოქალაქემ, როდესაც მსგავსი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში და რა რეკომენდაციას მისცემდით მათ? მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფიზიკურ პირს კლიენტს ამ შემთხვევაში სრული უფლება აქვს მის შესახებ ბანკის მიერ სხვა დაწესებულებაზე გადაცემული ინფორმაციის უკან გამოთხოვა მოითხოვოს. თუმცა სამწუხაროდ ეს პრაქტიკაში არ ხდება. მქონია შემთხვევები, როცა ჩემი კლიენტის ნაცვლად მომითხოვია, რომ პრობლემური სასხი დაბუდეს ისევ ბანკთან და ბანკთან მოხდეს შეთანხმების მიღწევა, ბანკთან მოხდეს ურთიერთობის გაგრძელება, თუმცა ეს სამწუხაროდ ვერ ხდება. თუ მოითხოვენ და თუ მსგავსი შემთხვევაა და დაფიქსირდება, ძალიან კარგი იქნება. სხვა შემთხვევაში აუცილებლად უნდა გააფორმონ წერილობითი ხელშეკრულება ასეთი ამ ტიპის ორგანიზაციებთან და ზეპირ შეთანხმებაზე არ უნდა წავითნენ მათთან. ზეპირ შეთანხმების საფუძველზე არ უნდა გადაიხადონ თანხები, ვინაიდან ასეთი ტიპის თანხები სადღაც იკარგება. ყოველ შემთხვევაში ჩემ კლიენტებთან ვინც მე მყავს, თანხები დაიკარგათ სადღაც, არ ვიცი. პრობლემურია საკითხი როგორ მოიქცნენ, როდესაც აშინებენ, იმიტომ ძალიან ხშირად შემთხვევაში ურეკავენ არა და ეცნობიან არა როგორც პრობლემური სასხების წარმომადგენელი ორგანიზაციები, არამედ როგორც ფინანსური პოლიციის ორგანის წარმომადგენლები და ცდილობენ მათ დაშინებას, ასე ვთქვათ, მორალური კუთხით ზეწოლას. ამ შემთხვევაში პრინციპში მათ შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ მოითხოვონ მათივე მხრიდან, ანუ ამ ტიპის კომპანიების მხრიდან წარმოადგინონ დოკუმენტი, რის საფუძველზე ესაუბრებიან ამ ადამიანს, ვინ არიან, რა საბუთის საფუძველზე მოქმედებენ, მოითხოვონ მათთან წერილობითი შეთანხმების გაფორმება და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მოითხოვონ მათი შესახებ ინფორმაციის უკან ბანკში დაბრუნება, რათა თან მოხდეს ურთიერთობის გაგრძელება. დაგემშვიდობებით ქალბატონო მარიკათით. მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისთვის და ქალბატონო ლია, თქვენს რეზიუმეს სახით მინდა გითხრათ ორი სიტყვით, რა რეკომენდაციას მისცემდით მსმენელს, რომელიცაც აქვს ურთიერთობა მსგავსი ტიპის კომპანიებთან? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. არაფერი ზეპირსიტყვიერი გარიგება არ უნდა შედგეს თქვენსა და აი ესეთ კოლექტორულ სააგენტოებს შორის. ყველაფერი ხელშეკრულების საფუძველზე უნდა წარმოებდეს ყოველ მიზეზ გარეშე. ამასთანავე თქვენ უნდა იცოდეთ თუ რა ხელშეკრულება აქვს დადებული თვითონ კოლექტორულ სააგენტოს ბანკთან, იმიტომ რომ შეიძლება კოლექტორული სააგენტო იყოს უფლებამოსილი პირადად აკრიფოს თქვენი დავალიანება ხელშეკრულების საფუძველზე. შეიძლება კი თქვენ პირდაპირ უნდა გადაიხადოთ თანხა ბანკში. ანუ ამაზეც უნდა იყოთ აუცილებლად საქმის კურსი. ასევე უნდა იცოდეთ რომ ნებისმიერი კოლექტორული სააგენტოს მიერ თქვენს მიმართ გამოვლენილი ძალადობის თაობაზე თქვენ შეგიძლიათ აუცილებლად მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს. ანუ უნდა იცოდეთ როგორ დაიცვათ საკუთარი თავი და ისიც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ვალებს აუცილებლად სჭირდება გადახდა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ლია სტუმრობისთვის. კარგად გზანდებოდეთ. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი სტუმარი არის ბატონი დარზარქუე, რომელიც გახლავთ პრობლემური აქტივობის მართვის კომპანია ტრიბას იურიდიული სამსახურის უფროსი. მოგესალმებით ბატონო და ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით. ძალიან გამიხარდა რომ დაგვთანხმდით სტუმრობაზე.
თუ შეიძლება დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, ჩვენ მოვისმინეთ აქ არასამთავრობო სექტორის მოსაზრება, ასევე მოვისმინეთ ექსპერტების მოსაზრება. თქვენ რა სიტყოდით ამ ყოველივე ზემოთქმულზე? მე ვხედავდი, რომ თქვენ ინიშნავდით რაღაც კითხვებზე პასუხის გასაცემად. ხო, ძალიან საინტერესო თემა არის და ზოგადად ჩვენ იმიტომ გადავწყვიტეთ ჩართვა, რომ როგორც შევატყვეთ უფრო და უფრო კარგად იყენებს ეს არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება, ჟურნალისტები იქნებიან თუ ასე შემდეგ ამ თემის გაპიარებას ისე რომ თითქოს რაღაცა საშინელება ხდება და წერენ რომ აი თურმე როგორ შეიძლება ვალცრო სესხრო აიღებ მაგის გადახდა როგორ შეიძლება და ეს დანაშაულია. ამ შემთხვევაში იცით რა საქმე რასთან მოგიცით რომ ხელშეკრულება რომ გაფორმდა ბანკსა და სესხებელს შორის ხარება აიღეს ვალდებულება ხო? ბანკის მხრიდან იყო რომ თანხა უნდა მიეცა რაღაც პირობით, იმის მხრიდან იყო ვალდებულება რომ გადაეხადა. არ გადაიხადა ამ თანხა. ანუ ვალდებულება დაარღვია და უფლება დაირღვა ბანკის. აქ ლაპარაკობს სესხების უფლებაა. ანუ არავინ არ ლაპარაკობს იმაზე რომ ბანკის უფლებას დარღვეული არის. იმას კი არ ვიცი რომ ბანკის მეც სესხი მაქვს და ვიხდი და არა მოდით მე მაშინ შეგეკამათებით თქვენ ზოგადად ხელშეკრულება გულისხმობს რას, როდესაც ორივე მხარის უფლება უნდა იყოს გაწერილი, მაგრამ დღესდღეობით საქართველოში იდება ყოველთვის ესეთი ხელშეკრულება, რომ ბანკს ბევრად უფრო მეტი უფლება აქვს ვიდრე სესხებელს. აი ეს ის გულისხმებოდა მოწვეული სტუმრების აზრში. ხელშეკრულებაში თუ არ გადაიხდი სამოქალაქო კოდექსი და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს თუ ვალდებულებას დათქმულ დროს ჯეროვნად კეთილსინდისიერად არ შეასრულებ, ამისთვის შესაბამისად მისთანაც დაარღვი იმას უფლება აქვს მოგთხოვოს. რა თქმა უნდა. ის რომ ბანკმა მოითხოვოს სამართლებრივად ამ უფლების აღდგენა დაცვა, ეს არ არის რაღაც საპიარო თემა, რომ ეს არ შეიძლება. არა, საპიარო თემაზე მე ასევე შეგეკამათებით თქვენ. ამ შემთხვევაში აქ იყო ლაპარაკი კონკრეტულ მაგალითებზე. ჩემი გადაცემიდან ინტერესი ამ თემის მიმართ წამოვიდა, იმიტომ რომ რამდენიმე მსმენელმა მე თქვენ უკვე როგორც მოგახსენეთ და ჩემს მსმენელებსაც უთხარი, რომ იყო რამდენიმე ადამიანის მხრიდან მოწერილი მსგავსი ინფორმაცია და შესაბამისად შემდეგ მე უკვე დავინტერესდი ამ თემით. ზუსტად იმიტომ რომ ეს გადაცემა არ ყოფილიყო ცალმხრივი, მე ვეცადე რომ თქვენ დღეს ბრძანებულიყავით ჩემთან სტუდიაში და აი ეს კითხვები რაც არსებობს, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე მომხმარებლების მხრიდან, ასევე ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის მხრიდან შევიდეთ, ასე ვთქვათ, მათთან დიალოგში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პიარისთვის და საკამათოდ ამ თემას არავინ არ იყენებს, უბრალოდ მართლა მაღალი საზოგადოებრივი რაღაცეები და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არის თქვენი ორგანიზაციის მიმართ და ძალიან კარგია რომ თქვენ მზად ხართ ყველა კითხვაზე პასუხი გასცეთ. მაშინ მე გადმოვალ თქვენთან პირველი კითხვით. საზოგადოებაში და როგორც უკვე თქვენ ნახეთ, მედიაშიც არის გავრცელებული აზრი და ხშირად იწერება მსგავსი სტატიები, რომ თქვენი კომპანიის წარმომადგენლები კლიენტებს არ უზუსტებენ თუ რა თანხა აქვთ გადასახდელი ვალდებულების სრულიად დასაფარად და ხშირ შემთხვევაში არ უფორმებენ არანაირ ხელშეკრულებას. ზუსტად ამიტომ კლიენტებს უწევთ ბევრად მეტი თანხის გადახდა, ვიდრე რეალურად აქვთ ნასესხები. ამ ფაქტზე რა კომენტარს გააკეთებდით ბატონო ნოტარ? მოკლედ, მოგახსენეთ, ბევრი თანხის გადახდა რაც აქვს ნასესხები, ამას ცოტა ამ კითხვას გავშიფრავ, ასე ვთქვათ რა. თანხას რასაც ისესხებთ ხო ბანკიდან რეალურად მეტის გადახდა გიწევთ ხო? პროცენტს ეს ლოგიკურია და ხელშეკრულებაში რა თქმა უნდა. პირველ რიგში ერთი ყურადღება რაზე გაამახვილოთ, რომ შეპეს ტრიბას ჩვენი კომპანიიდან გამომდინარე ვერ დავასაუბრებ, მე სხვა კომპანიებს ვერ შევეხებ. ჩვენთან თანხის გადახდა არ ხდება. სესხებელი თანხას იხდის ბანკში მის კუთვნილ ანგარიზე თანხის შეტანით. დიახ. ანუ რაზე ხდება რომ ტრიბას თანამშრომელი არ ეუნება თანხას, არ ახდევინებს მას, ახდევინებს ზედმეტს, ეს არის აი როგორ გითხრათ, იცი რომ აი ესეთი ჭორაობა ქვია ამას, რასაც გაზეთებში წერენ და უვიცობის გამოვლენა რომ ეს არ იცის და უბრალოდ იპიარებს რომ აი ამან იცის რომ ბევრი ვადაგადაცილებაში ყოფილი თანამშრომელი ეს არის სესხებელი არსებობს ქვეყანაში და ეს ხალხის გულს მოვიგებს და ის მისი გაზეთი გაიყიდება ამას თუ დაწერს ესეთ რაღაცას და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება რომ ტრიბას თანამშრომელმა არ უკავშირებიათ? მე რომ სიტყვაზე სესხებელი ვარ და მივედი ტრიბას და თანამშრომელთან ხო ეუნების სესხის გადახდებით. არ მეუნება. ხო TBC ბანკის ფილიალები ძალიან ბევრი არის. მივალ ბანკში და ავიღებ ცნობას. ნებისმიერ ფილიალში მიხვალ ცნობას, აიღებ რამდენია დავალიანება. ან ავიღებ ამონაწერს ჩემი ანგარიშიდან, სად მიდის ჩემი თანხები. ხოლო ის რომ რამდენი აქვს ძირი გადასახდელი პროცენტი და ჯარიმა ეს ხელშეკრულებიდან ბოდიში დავამთავრებ ბოდიში
აქედან გამომდინარე ის მოსაზრება რომ ტრიბას თანამშრომელი არ ეუნება თანხას რამდენად თუნდაც რო იყოს ეგრე და არ ეუნებოდეს მას შეუძლია ბანკში მივიდეს მისა მოითხოვოს ნებისმიერ ფილიალში მოითხოვოს ცნობა დავალენების რამდენი აქვს მას დავალენების ცნობა ან მოითხოვოს ამონაწერი ჩვეულებრივ თავის ზოგს ინტერნეტ ბანკის აქვს სულ არ უნდა მისვლა ბანკში ამოიწეს ამიტომ ეს დავამთავრე ტრიბაში თანხის გადახდა არ ხდება და თუ იმე ამას ეუნება მზად ვარ ჩავაკეთე საქმის ხუში და უკაცრესად დაიჯდება თანამშრომელი თუ ის ვითონ იქ რაღაც თანხას აღწევს ამაზე დაზღვეული არც ერთი კომპანია არც ერთი ბანკი არ არის და ამაზე ბევრი ფაქტები არსებობს თუნდაც საუბარი რეკლამაში დაჟილა მის თანამშრომელი რადიო კომერცია წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად სარეკლამო ხმაურიანი სარეკლამო ჭრის შემდეგ ჩვენ დაუბრუნდით ჩვენს ფრენდებს გადაცემით საკრედიტო ისტორიები სოფიო ბეროშულთან ერთად და ბატონო ნოდარ მოდით გავაგრძელოთ რაც რეკლამის გარეთ მიდიოდა ეს თემა მეც მსმენია მსგავსი შემთხვევის შესახებ რომ როდესაც თქვენს ფილიალში ყოფილა გადმოცემული უკვე გაპრობლემებული სესხი და მიუკითხია TBC ბანკისთვის მომხმარებლისთვის აუხსნიათ რომ მთლიანად ამ სესხის მართვა და იმ ყველა ინფორმაცია გადაცემულია შეპესე ტრიბაში და მიბრძანდით იქ. მსგავს შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი? ეს ინფორმაცია როგორც მოისმინეთ სარეკლამო ჭრის დროს როგორ არის მე გავაზრდოთ ექსპერიმენტს. სოფიო ბეროშულთან ერთად დავარქვათ ხო გადაცემა დავარქვათ ექსპერიმენტი სოფიო ბეროშულთან ერთად. ესეთ სესხებელს ვინც დაგიკავშირდებათ დაგვირეკეთ ამოყვებით თქვენ ნებისმიერ ფილიალში თქვენ არჩიეთ და უთხარით რომ შევიდეს სესხებელი და მოითხოვოს მისი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე მე რას ვიძახი ჩვენ თუ გვინდა პრობლემის მოგვარება და რაღაცა თუ არსებობს პრობლემა ხო დავსვათ საკითხი სწორად. ეხლა თქვენ თქვენ უსმენთ ლაპარაკობდით რაღაც ზედმეტი თანხის გადახდაზე არგუმენტები დავდე რომ ესე არ ხდება და ასე შემდეგ და მე თქვენ რატო ეუბნებით ეს რა შვეში არის ხო ხა მე დაუმეკავდო დიალოგის განხილვაზე ნუ გადავალთ ბატონო ამიტომ გთავაზობთ ეგ მაგ პრობლემის აღმოსაყრად და რომ გახდეს ყველას გთავაზობთ რომ კი ბატონო მივიდეს თანამშრომელი ბანკში და თუ მას ინფორმაციას არ მისცემენ მოთხოვოს პასუხი ოფიციალურად თუ არა წერილობით რატომ არ აძლევენ მას ინფორმაციას ჩვენ დავუკავშირდით TBC ბანკს და ვთხოვეთ დადასტურება იმის შესახებ რომ თანამშრომლობს თუ არა თქვენთან და წაგიკითხავთ ახლა კომენტარს TBC ბანკი ისევე როგორც სხვა წამყვანი ბანკები თანამშრომლობს შეპესე ტრიბასთან და ასევე რამდენიმე მსგავს კომპანიასთან თანაბარ პირობებში ბატონო ნოდარ რომელი ბანკები მოგბართავენ კიდევ და რა სიხშირით დახმარებისთვის დახმარებისთვის ჩვენ ხურებას როგორც TBC-ს უწევთ VTB ბანკს, უწევთ რესპუბლიკა ბანკს. დიახ. და ხან სხვა მეტი ახლა ამ ეტაპზე გონია. ბატონო, ნოდარ ასე მთხოვეს თქვენთვის დამესვა მსგავსი კითხვა, რომ თქვენ ასე ვთქვათ კომპანიაში სამსახურის აყვანების სურვილებისთვის ასე ვთქვათ პრივილეგირებულები არიან ის პირები, რომლებიც იყვნენ ყოფილი ძალოვანი თანამშრომლები ან დაცვის თანამშრომლები. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? მაგის ექსპერიმენტსაც გთავაზობთ ფაქტებით, რომ იურისტი ვარ პროფესიით და ყოველთვის მეყოლს ფაქტების კონსტატაცია და ფაქტებით გავასწავლე. გეპატიჟებით ჩემთან ოფისში, სამსახურში და გადახედეთ თუ როგორ აგვაქვს მამაკაცების დარღვეული გენდერული თანასწორობა, ასე ვთქვა და სულ მანდილოსნები არიან და გაესაუბრეთ რომელსაც გინდა და 20 ადამიანიდან ერთი შეიძლება იყოს სამართლებრივად შესაბამისად ჩვენი კომპანიიდან თუ იქნება პირიქით მივესალმები თუ იქნება იურისტი და ასე შემდეგ ჩვენ ვინაიდან იურიდიულ მომსახურებას ვაწევთ სასამართლო დავები გვაქვს როგორც სამოქალაქო ადმინისტრაციული სისხლის მიმართულებით პირიქით ვეძებთ თანამშრომლებს რომელიც გამოგვადგება მას თორე ის რომ ძალოვნები ეგ კითხვის კონტექსტი არის ის რომ ვითომ თითქოს ძალოვანია ის მე ძალოვანის იმით შეაშინებს სესხებელს და ეს მტკნარი სიცრუეა იმიტომ რომ ნებისმიერ თქვენ სტუმრებს რომელიც ჩემს ჩართვამდე მონაწილეობდნენ ვეპატიჟებით რომ მობრძანდნენ ნახონ ჩვენი კონტინგენტი თანამშრომლების დიდი სიამოვნებით მივიღებთ ამაპატიჟებას გინდა გითხრათ რა თუ საჭირო იქნება ნუ დაჭირდება შესაბამის ორგანოს ამოიღოს თუ ესეთი ის მოხდება ვაწარმოებთ ზარების მონიტორინგს რომ ზედმეტი რამე არ მოხდეს სიტყვაზე თანამშრომლის მხრიდან აი ამ მაგდაგვარი რაღაც დიახ ბატონო და როგორც
განგვიმარტეს და გვითხრეს, არ ვიცი რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს თქვენი იურისტი ბრძანდებით და თქვენც აგვიხსენით სიმართლეს შეესაბამება თუ არა ეს განმარტება. ბანკის კლიენტს ხელმოწერის გარეშე არ აქვს უფლება მისი პერსონალური ინფორმაცია მესამე პირს გადაეცეს. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით თუ არის მსგავსი შემთხვევა რომ ნებართვის და შესაბამის პუნქტზე ხელმოწერის გარეშე არის თქვენთან გადმოცემული მსგავსი ასე ვთქვათ დავარქვათ кейსი არის თუ არა ეს კანონდარღვევა და მსესხებლის უფლებების დარღვევა. დიახ, ვერ დაგედანხმებით რომ აქ კანონდარღვევა არის რამე ჩვენს შემთხვევაში და მსესხების უფლების დარღვევა. ჩემს წინა სტუმრებიც მაღაზი მიუთითებდნენ თითქოს რომ ეს არის გლობალური პრობლემა და ვერ დავეთანხმები და საკანონმდებლო ყველაფერი მოგვარებულია იმისთვის რომ თუ რამე დარღვევა ხდება და ვიღაცის უფლება ილახება ის უფლება დაცული იყოს. ეხლა რაც შეეხება პერსონალური ინფორმაციის თემას, მოგეხსენებათ პირველ ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ რომ ჩვენი კომპანია წარმოადგენს პრობლემური აქტივების მართვას, ხო? ანუ ასე ვთქვათ, რომელიც წარმომადგენლობით სამართლებრივ საწყისებზე ამზადებს კონკრეტულ პორტფელს და მასში შემოვალ საკრედიტო кейსებს სამართლებრივი დავისთვის. დიახ. და ასე და რაც შეიძლება იყოს ეს მოლაპარაკება არა სასამართლომდე მორიგებები, სასამართლოში შეტანას არჩევის მორიგება, შიგნით გადაწყვეტილების მიღების აღშლობა და ასე შემდეგ. ანუ იგივე რაც ადვოკატი აიყვანოთ და ადვოკატის მომსახურება გაიწვიოთ რაც უფლების დარღვევის შემთხვევაში და ანუ ამის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია დღეს ყველა მეორეს ჩვეულებრივ ადვოკატი ყავს და შესაბამისად მისი მხრივ ცდილობს მისი უფლების დაცვას. ხოლო პერსონალური მონაცემებთა დაცვის შესახებ კანონის მესამე მუხლის მესამე პუნქტის ბ-ქვე პუნქტის მიხედვით მის ეს მოთხოვნები პერსონალურ დაცვაზე არ ვრცელდება, როცა სასამართლოშია დავა. დიახ. და ასევე სამოქალაქო კოდექსის 872 მუხლი ითვალისწინებს ვალდებულებას დაიცვას კლიენტის ანგარიშებთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაცია. აქ არის მის ანგარიშებთან დაკავშირებით თუ რა თანხების მოძრაობა არის, რა თანხა აქვს მას და ასე შემდეგ და აი მისი ეს ინფორმაციები. ხოლო ის რომ სასამართლო დავისთვის ჩვენ დოკუმენტაციას ვამზადებთ და ყოფნით პაპკას დავასრულებ, იმიტომ რომ ეს არ დასრულებით მერე სხვა ინფორმაცია მიდის. აი ეს ინფორმაციები, რომელსაც ჩვენ ბანკი გვაწვდის იმისთვის, რომ კომპანიამ სამართლებრივი დავისთვის გაამზადოს თუნდაც პაკეტის შექმნა და სარჩელთან დადებული დოკუმენტების შექმნა, ეს არ არის პერსონალური ინფორმაციის გაცემა. და პერსონალური დაცვის შესახებ კანონიც ითვალისწინებს ამას, რომ სასამართლო დავისთვის ეს მოთხოვნები არ ვრცელდება და ეს მინდა ზუსტად კარგად გაიგონ, რომ ჩვენ მე სხვა კომპანია და ჩვენ კომპანია ტრიბას გვაქვს იმ შემთხვევაში შეხება ხელში, როცა სასამართლოსთან დავაში შევდივართ და ვამზადებთ პაკეტს და როგორც იურიდიული ფირმა ადვოკატის ფუნქციას ვასრულებთ, მომსახურებას ვუწევთ სასამართლოში, ამ შემთხვევაში ბანკებს ჩვენს დამკვეთებს და ეს არანაირი კანონდარღვევა არ არის. თუ არის სესხი გაპრობლემებული და უნდა გადაიხადოს, ასე ვთქვათ, მომხმარებელმა ეს სესხი. თქვენი კომპანიის მომსახურეობა სესხებელს ეწერება თუ ბანკი გიხდით? ეს ზუსტად ქალბატონო ლია საუბრობდა ამაზე, რომ ჩვენთვის გაურკვეველია რა თანხებს იხდის ეს გაურკვეველი კი არ უნდათ ბევრს გარკვევა. თუ მოინდობებენ გარკვევას ხო და ეს ვინც იძახებს ხელს მეც ვიხდი, აიღეთ ხელშეკრულება. ხელშეკრულება აიღეთ. მე პროფესიით იურისტი ვარ. ხელშეკრულებაში არის თუ არა გაწერილი თქვენი მომსახურება თუ ბანკი გიხდით? ჩვენი მომსახურება სისხლებელი არაფერს არ ეხდეს. ჩვენ მომსახურება სისხლებელი არაფერს არ ეხდეს. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ექნება სარჩელებს, სადაც ნახავთ, ჩვენ იქ მოთხოვნილი გვაქვს რა ხელშეკრულების საფუძველზე, რომ სარჩელის დაგესრების, თანხის დაგესრების შემთხვევაში ვითხოვთ იურიდიული მომსახურების საფასურს დაგესრებას, რაც კანონით არის გათვალისწინებული. იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდა კანონით არის გათვალისწინებული. თუ არსებობს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ჩვენი გადაცემის დრო მოიწურა ბატონონოდა. უნდა გადაიხადოს და ის რომ სესხებელი იხდის ზედმეს ეს დავამთავრებ ძალიან ხო სულ 20 წამი მინდა. იმიტომ რომ ზუსტად გაერკვენ რომ სესხებელი არაფერს არ იხდის ზედმეც. ბანკში როცა ფარა თუ სასამართლო გადაწყვეტილებით მას დაეკისრება იურიდიული მომსახურების საფასური, ანუ სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლოს გარეშე ბანკი გიხდით მომსახურების თანხას? დიახ, რაზეც შევთანხმებით.
კი მიპასუხეთ ან არა, თუ მონაწილეობს ბატონი დიმიტრი თქვენი კომპანიის მართვაში? არ მონაწილეობს, იმიტომ რომ მე პირადად 2012 წლიდან მოყოლებული პროკურისტი ვარ კომპანიის, როგორც იურიდიული განყოფილების ასევე პროკურისტი ვარ და დირექტორთან ერთად საქმიანობ, თუმცა არ მინახია ოფიციალურად და არც იცნობ ესე. გადაცემის დრო ამოიწურა ძალიან ხმაურიანი ეთერი გქონდა მით უმეტეს რეკლამის პერიოდშიც კი. იმედია გაითვალისწინებთ ჩვენი მსმენელი დღევანდელ ინფორმაციას. მე ვარ სოფიო ბეროშვილი, გვისმინეთ ხუთ შაბათობით რადიო კომერსანტის ეთერში გემშვიდობებით. თქვენ გაქვთ უკეთესი პერსპექტივა.